როგორ რეგულირდება ბინის ერთიანი ფართის გამიჯვნის დაყოფის საკითხი. 2022 წლის 2 ივნისიდან კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა შენობა ნაგებობის გაერთიანებასა და გამიჯვნასთან დაკავშირებით. კერძოდ 2022 წლის 2 ივნისიდან საქართველოს იუსტიციის მინისტრის 831 ბრძანებით შენობა ნაგებობის ან მისი ერთეულის დაყოფისა და გაერთიანების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში წარმოებს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე. ის რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებამდე შეგვეძლო მიგვემართა საჯარო რეესტრისთვის შენობა ნაგებობის დაყოფასთან დაკავშირებით, ეს წესი ამ დადგენილებამ შეცვალა და შეიძლება ვთქვათ, რომ შედარებით გაართულა პროცესები. თუმცა ამ დადგენილების მიზანს და კერძოდ აღნიშნული ცვლილების მიზანს წარმოადგენს ის, რომ დადგინდეს შენობა ნაგებობას ხომარ ემუქრება საფრთხე მისი დაყოფის ან გაერთიანების შედეგად. კერძოდ საფრთხე ხომარ ექმნება შენობა ნაგებობის კონსტრუქციას, სიმტკიცეს, მდგრადობას, სეისმომედეგობას და ცეცხლმედეგობას, რაც გვიცვლის პრაქტიკაში ეს დადგენილება. 2022 წლის 2 ივნისიდან, როდესაც 831 დადგენილება ამოქმედა, იმისთვის რომ თუნდაც ჩვენი ბინა გავყოთ ან გავაერთიანოთ, საჭიროა რომ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციით ჯერ მიმართოთ შესაბამის ორგანოს, ამ შემთხვევაში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მხოლოდ მათ მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე შეგვიძლია გაყოფა ან გაერთიანება დავარეგისტრიროთ საჯარო რეესტრში. თავდაპირველად, ამისთვის საჭიროა რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მივმართოთ რამოდენიმე ტიპის აზომვითი ნახაზებით, კერძოდ შენობა ნაგებობის არსებული მდგომარეობის ამსახველი ნახაზებით, შენობა ნაგებობაში განსახორციელებელი ცვლილებების ამსახველი ნახაზებით, ასევე აუცილებელია არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის წარდგენა. მითითებით იმის თაობაზე ხომარ საჭიროებს ცვლილება კონსტრუქციულ გადაკეთებას. თუ კი ცვლილება კონსტრუქციულ გადაკეთებას გულისხმობს, დამატებით შესაბამისმა ორგანომ შეიძლება მოგთხოვოს აკრედიტირებული ექსპერტიზის დასკვნა უძრავი ქონების კონსტრუქციული ნაწილის მდგრადობასთან დაკავშირებით. შეჯამებისთვის შეიძლება ითქვას, რომ 831 დადგენილებით დაწესებული ახალი რეგულაცია პოზიტიურად შეფასდეს, ვინაიდან იგი ემსახურება ადამიანის ჯანმრთელობის დაცვასა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს.